გურიაში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს თითოეულის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენის პროცესი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის უკვე გამოყოფილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიების პირველ ეტაპზე 25.345.000 ლარი, რაც მოხმარდება იმ საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას, რომელიც თითოეულის დროს ჩაინგრა. რეგიონის მასშტაბით განხორციელდება 1000-ზე მეტი ინდივიდუალური და 50-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მუნიციპალიტეტების მიერ ხელშეკრულება გაფორმებულია 12 სამშენებლო კომპანიასთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამუშაოების ხარისხიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებაზე. დღეის მდგომარეობით უკვე დასრულებულია 73 ინდივიდუალური და 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მინდა მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ სათანადო დახმარებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა და დახმარების საჭიროება აქვს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ შესაძლო მოკლე ვადაში დაიწყოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მეორე ეტაპი. უახლოეს პერიოდში სათანადო დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები თითოეულის შედეგად სრულად განადგურდა, ან რომელთა სახურავები ნაწილობრივ არის დაზიანებული.